მერის პროექტში ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო შემსწავლელი კურსები უცხოელი პედაგოგების ერთვებიან. ინგლისურ ენას მესამე საფეხურზე ინგლისურენოვანი მასწავლებლები შეასწავლიან. გაკვეთილს დედაქალაქის მერი გიგი უგულავა დაესწრო. პირველი ორი საფეხური სამთვიანია, მესამე კი 6 თვეს გრძელდება. სწავლება 30 მუნიციპალიტეტში, გამგეობასა და მერიაში საღამოს 6-დან 10 საათამდე ყოველდღე ტარდება. ინგლისური ენის კურსი 14,000-მა, კომპიუტერის კი 20,000-მა ადამიანმა გაიარა. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებს მიიღებენ და დასაქმების ერთიან ბაზარში მოხვდებიან. ეს ის ჯგუფია, რომელიც ინგლისური ენის უფასო შესწავლას მესამე საფეხურზე აგრძელებს. პროექტის მიხედვით ამ დონეზე მსმენელებს სასაუბრო უნერჩვევების გაუმჯობესებაში ინგლისურენოვანი სპეციალისტები ეხმარებიან. ჯგუფის წევრების უმრავლესობა უმუშევარია. ინგლისური ენის შესწავლის ერთი მოტივაცია აქვთ, ისწავლონ შრომის ბაზარზე, კონკურენტუნარიანები გახდნენ და დასაქმდნენ. გავლილი მაქვს კომპიუტერის კურსი, ჯერჯერობით ვსწავლობ ინგლისურს და იმედი მაქვს, რომ მერის პროექტი დამეხმარება პირადად მე სამსახურის ძებნაში. არ ვიცოდი ინგლისური და ძალიან დიდი მასალა ავითვისა და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ძალიან მომწონს ეს პროგრამა, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროგრამით და იმედია დამეხმარება მომავალში სამსახურში. ნებისმიერ თბილისელს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მისთვის სასურველ მუნიციპალიტეტში და ტესტირების გავლის შემდეგ უფასოდ დაიწყოს ინგლისურის შესწავლა. პროგრამა 3 საფეხურისგან შედგება, პირველი და მეორე საფეხურები სამთვიანია. მესამე საფეხური კი, სადაც ინგლისურენოვანი სპეციალისტები ერთვებიან, 6 თვე გრძელდება. ეს არ არის გაკვეთილის ხასიათი, ეს არის უფრო საუბრები, დებატები, დისკუსიები თავისუფალ თემებზე, მსმენელებთ აქ საშუალება გამოხატონ თავისი აზრი ინგლისურ ენაზე. ძალიან კარგი პროექტია, სტუდენტები ისეთი მოტივირებულები არიან, ისწავლონ რომ სამუშაო პროცესი ძალიან ინტერაქტიული და საინტერესოა. ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები 30 მუნიციპალიტეტში, გამგეობასა და მერიაში საღამოს 6-დან 10 საათამდე ყოველდღე ტარდება. ერთ-ერთ გაკვეთილს თბილისის მერის დაესწრო. გიგი უგულავა ამბობს, რომ პროექტი, რომელიც მოქალაქეებს დასაქმებისთვის აუცილებელი უნერჩვევების, ინგლისურისა და კომპიუტერის ათვისებაში და შრომის ბაზარზე კონკურენციის დაძლევაში დაეხმარება, მომავალშიც გაგრძელდება. თუ დავაკვირდებით, ძირითადი უმრავლესობა არის უმუშევარი ადამიანები. მათ აქვთ ცოდნა, მათ აქვთ გამოცდილება, მათ აქვთ განათლება და ეს არის დამატებითი საშუალება ინგლისურის და კომპიუტერის შესწავლა იმისათვის, რომ მათ უფრო მეტად შეძლონ აი კონკურენციის დაძლევა და კონკურენციაში გამარჯვება, რაც სამწუხაროდ ძაფრი კონკურენცია, როგორც არსებობს დღეს შრომის ბაზარზე. ამიტომ ინგლისური და კომპიუტერი დღეს ბაზარზე, შრომის ბაზარზე დამკვიდრებისთვის აუცილებელი წინაპირობა, სწორედ ამიტომ ჩვენ ამ პროგრამას ვაგრძელებთ და ძალიან აქტიურად გაისათაც გვინდა უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და უფრო მიმზიდველი თბილისელებისთვის. ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები თბილისის მერიამ 2010 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბა. პროექტის დაწყებიდან დღემდე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 14,000-მა, ხოლო კომპიუტერის 20,000-მა ადამიანმა გაიარა. სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სერტიფიკატებს იღებენ და დასაქმების ერთიან ბაზაში ხვდებიან.